დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს და დღეს ჩვენ ყველა ვიხსენებთ აგვისტოს იმ მძიმე დღეებს 16 წლის წინ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად განვიცადეთ. იყო რეჟიმა იყოს ბოლომდე კოპირებს აუცებ გადაიქცა ბედნიერი დღეები, ტრაგიკულ დღეებად და არ უნდა დაგვავიწყდეს ეს სიმყიფე მშვიდობის და არ უნდა დაგვავიწყდეს ის პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობის არის, რომ არ დაუშვას ომი ქვეყანაში და ეს არის რასაც აკეთებს ქართული ოცნება ბოლო 12 წელი. საოკუპაციო ხასტის არის ნაციონალური ბატონო აგვისტოს 7 აგვისტოს და ამასთან დაკავშირებით თარიღის მცდელობა და სასაფლაოზე 7 აგვისტოს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე ნაციონალურ მოძრაობა. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს და ვხედავთ ჩვენ რომ მათთვის ეს სინამდვილეში ეს მათთვის არის ჩვეულებრივი რიცხვები, როგორც მათთვის ქვაღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელიც ზე კონტროლით საქართველოს მაშინ დაკარგა. ეს მათთვის მხოლოდ რიცხვებია, მეტი არაფერი და არანაირი განცდები და თანაგანცდა ამ დღეების მიმართ არ აქვთ. რაც შეეხება აქედან გამომდინარე სამწუხაროა, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობისგან ყველაფერს შეჩვეული ვართ, რომ ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის ომზეც შეუძლიათ სპეკულირება. გუშინ ნახეთ, რომ აქ იყვნენ ამოსული და დაუსვით თქვენ თავს კითხვები, მათ დაუსვან საკუთარ თავს კითხვები. აქ რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები რომ არ ნახეს, არ დაფიქრდნენ რომელ დღეს ამოვიდნენ და დღეს რომ ჭირისუფლები აქ არიან და ისინი აქ არ არიან ამოსულები, არ ფიქრობენ ამაზე. ეს არის ზუსტად თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გუშინ ყველა ლიდერმა ევროკავშირმა ნატომ შეერთებულმა შტატებმა სწორედ 7 აგვისტო დაასახელეს ომის დაწყების თარიღი და ამ დღეს გააგრძელეს განცხადება და ანუ ერთადერთი ხელისუფლება რატომ ხართ პუტინთან ერთად, რომელიც აღიარებს რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და თან დაიწყო საქართველოს ხელისუფლება. თქვენ ამ ქვეყნის მოქალაქე რომ არ იყოთ, გამიკვირდებოდა ეს კითხვა. ეს ომი არც 7-ში დაიწყო, არც 8-ში და არც 12-ში დასრულებულა. ეს ომი დაიწყო 90-იან წლებში და დღემდე არ დასრულებულა. და მე მგონი ეს უნდა გესმოდეთ თქვენ როგორც მოქალაქეს, ეს შეიძლება უცხოელისთვის არ იყოს თვალად გასაგები და მათი დამოკიდებულება სხვადასხვანაირი იყოს სამწუხაროდ. დღემდე ვერ მივახციეთ რომ კაფიოთ ევროკავშირისგან ითქვას ოკუპაცია, ხედავთ რომ ბოლო რამდენიმე განცხადებაში ნათქვამი არის თვითგამოცხადებული ოკუპირებული ტერიტორიები, მაინც რაღაც დანამატით არის და ესეც ეხლა რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ჩვენი მათ შორის პარლამენტის მუშაობის შედეგი არის რომ აღიარებული იყოს ოკუპაცია. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ოკუპაციასაც კი არ ეძახდა ამ მოვლენას, რასაც გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენ ორ რეგიონში რუსეთის რეგულარული ჯარები დგას. ამიტომ ეს ჩვენი ომი არის და ყველაზე კარგად ქართველებმა ვიცით, როდის დაიწყო, რა დაიწყო და რა როდის მოხდა. საბჭოებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, სადაც საუბარი არის სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, აი რომ გითხრათ კიდევ ერთხელ მიკროფონები. ის რომ საქართველოს ტერიტორიები დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული, ის რომ რუსეთის ჯარებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული და თქვენ იცით რომ ზუსტად ქართული ოცნების მცდელობით ფაქტობრივად უიმედოდ მიშვებული საქმე სტრასბურგშიც და ჰააგაშიც შემოაბრუნეთ და ორივეგან გაიმარჯვა საქართველოს. იცით რომ სტრასბურგმა აღიარა რომ რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიებზე, ანუ აღიარა ოკუპაცია და იცით რომ ჰააგამ აღიარა რომ ომის დანაშაულები ჩაძენილი იქნა მხოლოდ რუსეთის მხრიდან. და მათ შორის გამოცემული არის დაპატიმრების ბრძანებები მაშინდელი სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ შორის გენერალ ბორისოვზე, რომელიც ახლა უკვე გარდაცვლილია, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ ჰააგის სასამართლომ მასზე დაპატიმრების ბრძანება და მისი დანაშაულები ამით აღიარა.
ამავე დროს არ დაგვავიწყდეს მათ შორის თარიღებზე როცა საუბრობთ ნაციონალ მოძრაობის ღალატობრივი ხასიათი იმ რეზოლუციის მხარდაჭერაშიც გამოიხატა, რომელიც ევროსაბჭომ ომიდან რამდენიმე ხანში მიიღო, რომელშიც ისინი პირდაპირ ადანაშაულებდნენ ქართულ ჯარისკაცებს, ომგამოვლილ ჯარისკაცებს, ადანაშაულებდნენ ომის დანაშაულში. და ამით ფაქტობრივად საფუძველს უქმნიდნენ, რომ საერთაშორისო სასამართლოში გასამართლებული იყვნენ ჩვენი ჯარისკაცები. აი ეს გააკეთეს მათ 2008 წელს. არა მხოლოდ დანაშაული აქვთ ომთან დაკავშირებით, არამედ დანაშაული აქვთ, რომ იმ ომში დაღუპულები მიატოვეს და იცით რომ ეკლესიას მოუწია შემდეგ დაღუპულების გადმოსვენება. მიატოვეს სამოქალაქო მოსახლეობა, როდესაც გაგანია ომში არაფერი არ გააკეთეს, თითითიც არ დააკარეს, რომ ომში ჩარჩენილი მოსახლეობა გამოიყვანათ გარეთ. მიატოვეს დაღუპული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები და ამას ზედ დააყოლეს ის, რომ ხარი დაუჭრეს რეზოლუციას, რომლითაც აი ამ ომგამოვლილ ჯარისკაცებს აბრალებდნენ ომის დანაშაულს. და ქართულმა ოცნებამ შემოაბრუნა ეს სასამართლო პროცესი, რომელმაც ბოლოს დაადგინა, რომ არც ერთ ქართულ ჯარისკაცს არ მიუძღვის წვლილი რაიმე ომის დანაშაულში და რომ რუსეთის არმია იყო სწორედ ის, ვინც ომის დანაშაულს ჩადიოდა. და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ზუსტად, რომ გამოძიებული იქნას ყველა დეტალი იმ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების. კიდევ ერთხელ, არაფერი არ ამცირებს რუსეთის დანაშაულს, აგრესიის და ომის დანაშაულის და ოკუპაციის, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვკითხოთ ჩვენ ქართველებს, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ, რა გააკეთეს, ან რა ვერ გააკეთეს მათ, რა გააკეთეს და რა ვერ გააკეთეს. მე ამ კითხვაზე გაგეცით პასუხი და საქმეც მაგაში მე ამ კითხვაზე პასუხი გაგეცით და ეგ კითხვა დაუსვით ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც რეზოლუციას რომ თქვენ დაუსვით ეგ კითხვა ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც რეზოლუციას დაუჭირა მხარი. პუტინის რეჟიმი ამბობს, რომ ქართული მხარეა გამრავლება. თქვენ ამბობთ, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მე თქვენ არ ვიცი 2008 წელს რამდენი წლის იყავით, გახსოვთ თუ არა ის პერიოდი და რა ემოციური ბმა გაქვთ 2008 წლის აგვისტოსთან თქვენ პირადად, მაგრამ აი ესეთ კითხვებს რომ საერთოდ ეს აჩვენებს იმას და თქვენი ტელევიზიები და თქვენი სხვათა შორის, აი თქვენ ფორმულა, თქვენ დამფუძნებელს კეზერაშვილს კითხეთ, 5 მილიონი ჯარს მოპარა, ომამდე რამდენიმე თვით ადრე 5 მილიონი რომ მოპარა და ამ ფულით რომ აფინანსებს დღეს ტელევიზიებს, ეს დაუსვით თქვენს გლობალ ოლიგარქს. ეს ომი თქვენ არ იცით და ეს ომი დაიწყო 90-იანებში და დღესაც გრძელდება. აი ეს უნდა იცოდეთ. აგრესია განახორციელა რუსეთმა, აგრესია განახორციელა თემაზეც კითხოთ შეიძლება. ხელისუფლების ძალადობისგან პასუხის გაცემა. თქვენივე დამფუძნებელი იძახის ამას, ბატონიშალვა, რამდენიმე თვის წინ აქციაზე, როდესაც იყო გამოსული, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით მოხდაო ომის დაწყება ქართული მხარის მხრიდანო და ეს არის, სწორედ ეს არის მთელი მოღალატებული არსი ნაციონალურ მოძრაობის, როდესაც დავით კეზერაშვილის ტელევიზია სვავს ასეთ კითხვებს. ადამიანი, რომელმაც ფული მოპარა ჯარს. რეზოლუციის თანახმად ასევე თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით არის საუბარი. რომელზეც აქვს მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. ამ რეზოლუციაში არის ეს რიცხვების ცვლის კიდევ ერთხელ ამ რიცხვებს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა ამ ხრივ არ აქვს. კიდევ ერთხელ ეს ომი 90-იანებში დაიწყო და გრძელდება დღესაც. რაც შეეხება საომარ მოქმედებებს და აგრესიას. ჩვენ ბოლო 2 წელი რასაც ვაკვირდებით, ეს არის რაც ნახა ქართულმა საზოგადოებამ. 2022 წლის თებერვალში ნაციონალურ მოძრაობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, გამეორდებოდა 2008 წელი. აი ეს არის ფაქტი. სწორედ პოლიტიკის და ხელისუფლების ამოცანა არის, რომ აირიდოს ომი, გამოიყენოს ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტები, რომელიც არის და ჩვენ ხედავდით 2022 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. გახსოვთ ხო, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას რა უნდოდა? აი, რასაც მოითხოვდნენ
ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ხო იგივეს გააკეთებდნენ. ხო წავიდოდნენ ესკალაციაზე რუსეთთან, სანქციებს დააწესებდნენ, გააგზავნიდნენ მებრძოლებს და ეს ხო იქნებოდა 2008 წლის გამეორება. აი ეს მოხდებოდა. ეს მოხდებოდა და მეორე. აი ამ გამოცდილებამ ერთი წამი. გიპასუხე. ერთი წამი. აი დავით კეზერაშვილის ამბები უნდა გამოიძიოთ უპირველეს ყოვლისა 5 მილიონი რომ მოპარა ქართულ ჯარს და რაც შეეხება როგორ ვარიდებ როდესაც ყვას არის სამართლა უყურეთ 2022 წლის თებერვალში ნაციონალ მოძრაობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში გამეორდებოდა 2008 წელი და პირიქით 2008 წლის აგვისტოში ნაციონალ მოძრაობის ნაცვლად რომ ყოფილიყო ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი არ იქნებოდა 125 დაკარგული სოფელი არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი არ იქნებოდა დამოუკიდებლობების აღიარებები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არ იქნებოდა 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა ნაციონალ მოძრაობა არამედ ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება და ზუსტად ამას ზუსტად ეს უნდა იქნას გამოძიებული რა ღალაც ქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში მე მეგონი გითხარით კარგი სხვა თემაზე ბატონო თუ შეიძლება ხელისუფლების კიდევ ერთხელ გასაგებად რო თქვა 2008 წლის აგვისტოში ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო ნაციონალ მოძრაობა და რომ ყოფილიყო ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, რომელიც არა მოღალატე და თავქარიანია, არამედ წინდახედული როგორც ქართული ოცნება, როგორც 2022-ში არ დაუშვით ომი საქართველოში, ასევე 2008 წლის აგვისტოში არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა დაღუპული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი, არ იქნებოდა 125 სოფელი, რომელზეც კონტროლი დაკარგა ხელისუფლების თავისუფლების პროგრესით არის კიდევ კარგი მაჩვენებელი ბოლო 11 წლის განმავლობაში. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნის მსგავსი მონაცემი? ეს ყველაფერი მე მეკითხები რაც შეეხება თქვენ კითხვას ხო ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთ ჯამში რომ აი ამ ყალბ და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერი არ არის, როდესაც საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსლასთან თუ რაღაც სხვა ასეთ თემებთან დაკავშირებით და ზუსტად აი ეს ასეთი კვლევები ადასტურებს თუ რამდენად ცრუ და ყალბია ასეთი ბრალდებები და ამას პრინციპში ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ძალიან კარგად იცის და იმიტომაც არის რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებზე არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეხლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, ჩვენ საქმე გვაქვს თაღლითებთან რომლებმაც ჯერ თაღლითობით საქართველოში რაც სქემები შეიმუშავეს და 17 მილიონი TBC ბანკიდან ფაქტობრივად გააქრეს და ვითომ შემთხვევით აღმოჩნდა რომ მათ მეგობარს შემთხვევით ფული ჰქონდა რომელიც შემთხვევით ასესხა და მე შემთხვევით უიმედო ვალებით ჩამოეწერათ ეს თაღლითური სქემები არის სასამართლომ დაადასტურა და მეორე თაღლითობა იყო ის რომ მათ ყალბი საფუძვლით უჩივლეს ქართულ ხალხს და ქართული ხალხისგან ითხოვდნენ 1.5 მილიარდს ბიუჯეტის მე-4-ს ქართული ხალხის ჯიბიდან უნდა ამოიღო და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და აი ამ თაღლითურ გაერთიანებას, რომელიც დღეს პარტიის სახით არის წარმოდგენილი. ასევე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნით გარეთაც დადასტურდა ეს მათი თაღლითობა და ცრუ საფუძვლით ბიუჯეტიდან თანხის მოთხოვნა და გაირკვა საერთაშორისო პოლიტიკა რისთვის უნდა. მათ ხელისუფლებაში მოსვლამ იმიტომ უნდათ, რომ ეს ფული მიეღოთ ბიუჯეტიდან და ბიუჯეტის ხარჯზე და ხალხის ხარჯზე შეეცოთ საკუთარი ჯიბე. ჩვენც არავის არაფერი უკითხავს და არავის საქმის ხურში არ ჩაუყენებივართ. იცით რომ ეს ზოგადად ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უკრაინისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.
სადიგოვთან დაკავშირებით სადიგოვის გათავისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი αφგან ექსტრადიციის საკითხს წვეთს დამოუკიდებელი სასამართლო ეს არის მართლმსაჯულების საკითხი და ამაში ჩარევა რა თქმა უნდა არ შეიძლება. ჯიშახის არჩილაშვილის ვესაუბრეთ ცოტა ხნის წინ და მან ასეთი რამ თქვა რომ გამოსაძიებელი რაც არის ქართულმა ოცნებამ მის გამოიწიოს. ჩვენ ვიცით რომ არსებობს 82-ია ტატუნაშვილის სია რომელთან დაკავშირებითაც საერთოდ არაფერს არც ამბობთ და არც აკეთებთ. დიდი ალბათობით აი რას უპასუხებდით ამ ადამიანს ვინც არის გამოსაძიებელი რაც არის გამოსაძიებელი ვინც აწამა ჩვენი გმირები ეს გამოიწიოს ქართულმა ოცნებამ და რა პასუხი რა გამოიწიეთ ბატონო შალვა და სტრასბურგმა რაც გამოიწია და რუსეთს რომ ფინანსური დავალიანების გადახდა დაავალა ამ მიმართულებით რა საკითხი ის რაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ არის და ფაქტობრივი შესაძლებლობები აქვს გამოძიების, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება, პროკურატურა ამ შემთხვევაში აკეთებს და რაც სადაც ჩვენი ასე ვთქვათ, იურისდიქცია არის, ტექნიკური შესაძლებლობები, ამას ყველაფერს ვაკეთებთ. ამის დასტური არის, მათ შორის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირ დაკავების ბრძანება გამოსცა მაშინდელი სეპარატისტული რეჟიმის მინისტრებზე და მათ შორის გენერალ ბორისოვს.